მოგესალმებით მეგობრებო, Strangle Clan-ი ბრუნდება, ამჯერად უკვე UFC-ს კარდის breakdown-ით და ჩვენი შეფასებით. ამ კარდზე ბევრი თქვა ზოგადად საქართველოს და საქართველოს გარეთაც, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და დღეს გაგიზიარებთ ჩვენ ხედვებს. კარდი, რომელზეც ვისაუბრებთ, არის UFC Freedom 250. ეს არის ალბათ წესიდარიგით ფურცელზე ყველაზე დიდი კარდი წლის და დიდი მოლოდინები იყო საკმაოდ, რომ უნდა ყოფილიყო ძალიან ესეთი დახონძლული ვარსკვლავებით კარდი, იყო საუბარი პოტენციურად შესაძლებელია 5 title fight-ის ყოფილიყო, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მითევად გამოდგა და როგორც ხედავთ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ბევრს არ მოწონს, ბევრი მაღალი მოლოდინები ქონდა, თუმცა UFC-ს ფანებმა უნდა გავითავისოთ, რომ ის მოლოდინები თითქმის ბოლო პერიოდში არასდროს არ მართლდება, რომელსაც კომპანია გვაწოდებს თავიდან, ჰაიპს რასაც ქმნის. მაგრამ თუ მოლოდინებს არ შევხედავთ, საკმაოდ ძლიერი კარდია და რა თქმა უნდა, ქართველებისთვის არის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი კარდი, რადგან ჰედლაინერი და მთავარი ბრძოლა იქნება ქართველი მებრძოლი ილია თოფურია დაიცავს ტიტულს ჯასტინ გეიჩის წინააღმდეგ, ამერიკელის წინააღმდეგ. ძალიან უნდათ რომ ამერიკელებიც ყოფილიყო კარდზე, ჯონს და ვერ მოილაპარაკეს, როგორც მოიხსენებათ, შესაბამისად გეიჩი ბუნებრივია ინტერიმ ტიტული, დროებითი ტიტული მოიგო პედი პიმბლეტის წინააღმდეგ და ლოგიკური არჩევანი გამოდგა UFC-სთვის ილია თოფურიას წინააღმდეგ. მოდით ახლა ვისაუბროთ ფურცელზე ამ ყველაფერზე. ილია თოფურიას, რა თქმა უნდა, დიდი ხანია ვიცით, რომ აინტერესებს ისლამ მახაჩევთან ბრძოლა და აქ იყო შანსი იმის მიუხედავად, რომ დროებითი ტიტული ჯასტინ გეიჩის ჰქონდა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად შემთხვევაში ჩემპიონი, როდესაც ბრუნდება, ანუ ასე ვთქვათ, ლინიარ ჩემპიონი, თავად ჩემპიონი, რომელიც ბრუნდება, უნდა შეხვდეს დროებით ჩემპიონს, მაგრამ როდესაც ზედაწონაში არის ბრძოლა და პოტენციალში ზედაწონაში ავიდეს ჩემპიონი, მაგ შემთხვევაში გამონაკლისი შესაძლოა რომ დაიშვას და ზუსტად ამაზე მუშაობდა UFC და უნდოდა რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევის სუპერ ფაითი გაეკეთებინა. ეს ბრძოლა კიდევ ერთხელ არ შედგა. როგორც მოგეხსენებათ, featherweight-დან ავიდა ქვესაშუალო, სუბუქი წონიდან ავიდა ილია თოფურია სუბუქ წონაში და ცდილობდა რომ ტიტულზე ეჭხუბა მახაჩევთან, მაგრამ მაგ დროსაც ვიცით რომ დატოვა ისლამმა თავის ტიტული და თვითონ ზევით ავიდა და ასევე title shot-ი მიიღო. მაგ პერიოდში ყველაზე დიდი ბრძოლა რეალურად ეგ იყო, რაც UFC-ს შეძლო გაკეთებულიყო. დღეს უფრო მე ვიტყოდი მკაფიო ნომერ პირველი ბრძოლა არის UFC-ში მახაჩევი თოფურია, ვიდრე მაშინ იყო. მაშინ კონკურენტი ყავდა ასპინალი ჯონსის სახით და მანდ იყო საუბარი, რომელია უფრო დიდი სუპერ ფაითი. მე მაშინაც ვთვლი რომ მახაჩევი თოფურია იყო ბუნებრივია, მაგრამ იყო ხალხი, ვინც ვისაც მოლოდინი ქონდა ასპინალი ჯონსის ბრძოლის, თუმცა ეს ყველაფერი აირია ბევრი მიზეზის და გამო, მათ შორის განთან ბრძოლა მარია და ასპინალის თვალის ტრავმა მარია ეს ყველაფერი და დღეს უკვე ძალიან მკაფიოდ არის რომ ნომერ პირველი ბრძოლა, ასე ვთქვათ, დღევანდელი მეივედერი პაკიაო, რაც შეიძლება MMA-ში გააკეთო, არის თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ. მეორე ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე ვთქვათ გააკეთო არატრამვირებულ მებრძოლებს თუ არ ჩავთვლით, არის ჯონსი პერეირა. ასევე დიდი მოლოდინი იყო, და ჯონსი მოგეხსენებათ, ამერიკელია და დაუმარცხებელი ჩემპიონი არის და ლეგენდა არის, უნდოდა პერეირასთან ჩაენიშნა ბრძოლა, მაგრამ რატომაც მაინც ეგეც არ გამოვიდა, ალბათ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მართლაც დიდი მოლოდინები იყო და ძალიან სერიოზული ბრძოლა იქნებოდა. ალბათ განი პერეირას ბრძოლაც არ არის ცუდი ბრძოლა, თან ორი სტრაიკერია და სავარაუდოდ ძირითადად ფეხზე ბრძოლას ვიხილავთ და პერეირას დებიუტს. მაგრამ ისევ და ისევ ასე ვთქვათ, არ გამართლდა ის მოლოდინები, რაც ჰქონდა და ეხლა ამ ეტაპზე გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს.
სანამ გადავალთ რეალურ ბრძოლაზე, რაც არის თოფურია გეიჩი, ასე კიდე დამატებით მინდა შევეხო თოფურია მახაჩევის ბოლო ჯამს განვითარებულ სიტუაციას. ჩემი აზრით, მახაჩევი არ გაიქცა, მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებები. რა თქმა უნდა, რისკებს ხედავს თოფურიასთან ბრძოლაში და შეიძლება რაღაც დონეზეერიდება, მაგრამ აქ მე მაინც ვთვლი, რომ პოლიტიკური თემაც იყო ბოლო გლობალურ მასშტაბზე, გლობალურ სცენაზე განვითარებულ სიტუაციაში ალბათ ჩათვალეს, რომ არ იქნებოდა კარგი მათი კონტინგენტისთვის, მათი ფანებისთვის, რომ მახაჩევს White House-ის ქარზე ეჩხუბა. ბუნებრივია საუბარი ამ ომებზე და ასე შემდეგ, რომელშიც ამერიკაა ჩართული, როგორი შეხედულებაც არ უნდა გქონდეთ, მათ აქვს თავისი შეხედულება და მე მაინც ვთვლი, რომ ეგ იყო მიზეზი, რამაც უარი ათქმევინა მახაჩევს ამ ბრძოლაზე და ამ ქარზე ყოფნაზე. მოკლედ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს ბრძოლა main event-ად ილია თოფურია ჯასტინ გეიჩის წინააღმდეგ. რაღაც კუთხით ამ ყველაფერმა ჯასტინ გეიჩის ააგდო საკმაოდ ცუდ სიტუაციაში. ბუნებრივია ის ამას არ თulis, ჩვენ ამას თulit და იმედია ეს გამართლება, თუმცა ხუმროვებ გვერდზე რო გადავდოთ, ეს არის საინტერესო ბრძოლა. კი გასაგებია, რომ ჯასტინ გეიჩის ბოლო პერიოდში, თქვათ, არ ქონდა საუკეთესო გამოსვლები, მაგრამ ბოლო პერიოდში მან მოახერხა, რომ თავისთავად დაეძალებინა UFC-სთვისაც და ილია თოფურიასთვისაც რაღაც დონეზე და პედი პიმბლეტის ამარცხებით თავისთავად ამ სიტუაციაში მოახვედრა. ანუ დროებითი ჩემპიონი არის, შესაბამისად თუ lightweight-ში ჩუბოს ილია, როგორც ვახსენეთ, მასთან უნდა დაიცვას ტიტული. ეს ეხლა ზოგადად ნებისმიერი მებრძოლისთვის ჯასტინ გეიჩი არის საკმაოდ საშიში ოპონენტი. არავის არ არის ადვილი გასეირნება. თან ზოგადად low kick-ების თემაც შემოდის თამაშში, რადგან ილია თოფურიას რაღაც დონეზე ქონია low kick-ებთან პრობლემა. ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც low stance-ი აქვს, გარდა boxing stance-ი აქვს და წინა ფეხზე გადააქვს დიდი წონა, რაღაც დონეზე არის პოტენციალში გახდეს low kick-ების ან ფეხით ფეხში დარტყმების ხვერპლი. და გეიჩის როგორც ვიცით, აქვს ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი low kick-ები და ბუნებრივია ამაზე კემპში ილიას მოუწევს მუშაობა, სტილები ქნია ბრძოლებს და აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელი არის, რომ ჯასტინ გეიჩის აქვს უნარი, რომ იპოვოს, ასე ვთქვათ, სახე, ანუ დარტყმებს პოულობს და ძალიან დამაზიანებელი დარტყმები აქვს. რითაც ზოგადად შეიძლება თამაშის, ასე ვთქვათ, ჭყალებში თამაშის სრულობა შეცვალოს. რაც ნახეთ მაგალითად ტონი ფერგისონის წინააღმდეგ, როდესაც მიდის ბრძოლა და გააქვს, ასე ვთქვათ, ნაიარევები და ადულად იხსნება ეს და პოტენციალში სისხლი წამოგივიდეს. ისეთ მებრძოლთან ბრძოლა, როგორც გახლავთ ჯასტინ გეიჩი, შესაძლოა პრობლემა გაგიხდეს და ზედმეტი ზიანი, რასაც იღებ, ასე ვთქვათ, ფაქტორი გახდეს ბრძოლის მსვლელობისას. მარტო ხო არ არის, რომ შედიხარ შენი უნარი გაქვს, იმას თავისი უნარი გაქვს და ამ უნარებს სვლით იქ ბევრი ფაქტორია, ზიანი, სისხლი, პოტენციალად რომელიც შეიძლება თამაში შემოვიდეს და ეგ ბევრ ბრძოლაში გეიჩის თავის იარაღად გამოუყენებია, საკმაოდ ბასრი ადამიანია და პოულობს, ასე ვთქვათ, დარტყმებს, გამჭოლ დარტყმებს, მაგალითად ვიხილეთ ჩვენ ეს ფიზიევის წინააღმდეგ ძალიან დააზიანა და როდესაც სისხლი თვალებში ჩაგდის, ცხვირიდან მოგდის, ტექნიკა ცირდება და პოტენციურად შეიძლება ბრძოლის სრულობა შეიცვალოს. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ესე არ მოხდება, ილიას საკმაოდ კარგი დაცვა აქვს, თუმცა ასევე ატარებს დროთა განმავლობაში დარტყმებს, მიუღია მძიმე დარტყმებიც და ყოველთვის შეიძლება ერთმა დარტყმამ ძალიან ბევრი რამე შეცვალოს ბრძოლაში.
ზოგადად ილიასზე რო ვისაუბროთ ილიას სტილზე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ილიასი არის ასევე მისი ყბა, რაც ამ ბრძოლაში მომშვიდებს, რადგან ძალიან კარგად იტანს დარტყმებს, ეს უკვე მრავალჯერ გვინახავს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის ჯაი ჰერბერტთან ჰაი-კიკი პირდაპირ გაატარა და კი დაეცა, მაგრამ დაბრუნდა და ბრძოლა შემოატრიალა. ბევრმა თავიდან გამოტოვა, მაგრამ ეს მერე ბევრმა ასევე ნახა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ძალიან მძიმე იდაყვი გაატარა და ადვილად შეჭამა და გააგრძელა ბრძოლა. შესაბამისად, ჩემი აზრით, ის რამოდენიმე პოტენციური დარტყმა რაც შეიძლება მძიმე გაატაროს გეიჩის წინააღმდეგ, პოტენციურად საუბრობ, ბუნებრივია, ჩემი აზრით, მას აქვს ის უნარები, რომ მიიღოს 1 და 1 დაუბრუნოს არა, დაუბრუნოს 5, 6 და მძიმე დარტყმები, კომბინაციები. ბევრი ზოგადად საუბრობს თუ რა არის ილია თოფურიას წარმატების საიდუმლო და ჩემი აზრით, ბუნებრივია ის, რომ მრავალფეროვანი მებრძოლი არის და ძალიან ბევრი უნარი აქვს და ყველა ასე ვთქვათ სფეროში და დისციპლინაში აქვს მას საკმაოდ მაღალი დონის სკილები და უნარები. მაგის გარდა ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ გრძელი კომბინაციები კარგად გაუშვას და ასე ვთქვათ რითმულად დარტყმებს შორის ჩაუსვას დარტყმები და ასევე პოტენციურად მიღებული საპასუხოდ მიღებული დარტყმები ადვილად შეჭამოს ისე რომ მისი კომბინაცია არ დაარღვიოს. რაც ძალიან ხშირად მას აძლევს საშუალებას რომ ნოკაუტის დარტყმა მიაყენოს. ამასთან ერთად თამაში შემოდის მისი სიზუსტე და ძალაც რა ორი ეს ფაქტორი ჩემი აზრით მას ხდის ალექს პერეირაზე უფრო საშიში დარტყმელად და ალექს პერეირაც კი ვერთი შავს ხალხს ისე უსულოდ როგორც ილია თოფურია. მოდით ახლა ვისაუბროთ ასევე ჭიდაობის და გრეპლინგის ასპექტზე. ჩემი აზრით, იმის მიუხედავად ჯასტინ გეიჩი საკმაოდ მაღალი დონის მოჭიდავია ფურცელზე და მას აქვს საკმაოდ წარმატებული კოლეჯის კარიერა გავლილი ჭიდაობაში. ილია თოფურია მას ჭიდაობაში დაჯავნის, თუ ამაზე წავიდა საუბარი და მაგ კუთხით წავიდა ბრძოლა. ჩემი აზრით, თუ დაჭირდება ილიას გადაიყვანს კიდევაც, მიწაზე ილიას სულ სხვა დონეზეა და მას ჯიუჯიტსუ და გრაპლინგის საერთოდ სხვა დონეზე არის. ილია ახლავთ ძალიან მაღალი დონის ჯიუჯიტსუ სპეციალისტი, გეიჩი ალბათ არც თუ ისე შეგვიძლია ვთქვათ და თუ მიწაზე გადავიდნენ, ჩემი აზრით ილია დაჩაგრავს ყველანაირად, ეს იქნება საბმიშენები თუ ground and pound-ი. გადაყვანაც ჩემი აზრით ესე ძალიან რთული არ იქნება, თუ ასე ვთქვათ ჩაუსაფრთხება და ანუ ასე ვთქვათ ტაიმინგით გადაიყვანს, ანუ რეაქტიული ტეიქდაუნით შევა და გადაიყვანს თოფურია გეიჩის. ასე რომ იმის მიუხედავად რომ ფურცელზე შესაძლოა უფრო მაღალი დონის მოჭიდავე იყოს გეიჩი, ჩემი აზრით პრაქტიკაში და რეალობაში ილია თოფურია უფრო მაღალი დონის მოჭიდავე და გრეპლერი არის. ილია თოფურიას ბექგრაუნდი არის ჯიუჯიტსუ და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მაგრამ ფეხში ძალიან კარგად შედის და ყველანაირად მრავალფეროვანი მოჭიდავეა, თუ შეეკვრება კიდევაც გდებებით ძალიან მაღალი დონის აქვს. ასე რომ ეგ ასპექტიც საკმაოდ კარგად აქვს ნებისმიერ ოპონენტს წინააღმდეგ, არა მარტო გეიჩის წინააღმდეგ და მე პირადად ვთვლი რომ თუ რაიმე შანსი გეიჩის აქვს, ეს არის მდგომში უფრო იმის მიუხედავად რომ დღეს ილია თოფურია სტრაიკერად იცნობენ. კლინჩის ფაქტორი ჩემი აზრით, კლინჩი თუ შევლენ, უფრო ილია შეეცდება რომ რაიმე კონტროლი დაამყაროს, ან გდებაზე გადავიდეს, ან ფეხში ჩავიდეს, ან ვთქვათ ზოგადად რაღაც მომენტში რისეტისთვის გამოიყენოს. ილიას კლინჩიდან მუშაობა დარტყმებით დიდად არ უყვარს, ან უყვარს რომ შორიდან შედის შიგნით, ან უყვარს რომ დარტყმების ხელის დარტყმების დისტანციაზე არის და გაცვლებში შედის. შესაბამისად, არც იქნება ლოგიკური, რომ ასე ვთქვათ, კლინჩში ესე dirty boxing ჯუჭყიანი ბოქსში შეყვეს გეიჩის, აი მან უფრო თუ რაიმე შანსი ექნება, ასე ვთქვათ, დაბმულ ილიასთან გეიჩის, ამიტომ სავარაუდოდ ილია მაგის საშუალებას არ მიცემს, რომ დიდხანს დარჩენ და კლინჩი დარტყმა მიაყენოს.
თუმცა გეიჩი საკმაოდ საშიში არის კლინჩიდან, როდესაც ცილდებიან, მაშინ აყენებს ხოლმე დარტყმებს, ან აფერკატებს, ან ჰუკებს და იქ ყურადღება მისაქცევია, თუმცა დიდი ალბათობით, მაგისთვის ზად იქნებიან, გავლილი ექნებათ და ფრთხილად მოახდენს ხოლმე განცალკავებას ილია გეიჩისგან. ზოგადად ორივე მებრძოლს უყვარს წნეხის განხორციელება თავის ოპონენტზე. ილია თოფურიასთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გზა არის ნოკაუტის პოვნა, როდესაც ის ახერხებს თავისი ოპონენტის ზურგით კეიჯთან მიყვანას და მე უკვე კომბინაციებს უშვებს, როგორც ვისაუბრეთ, რავალ დარტყმიანს და ახერხებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ან ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს, ან პირდაპირ გათიშოს. ასევე გეიჩისაც უყვარს კეიჯთან ასე ვთქვათ, მიყვანა, უკან დახევინება თავისი ოპონენტის და შემდგომში შეტევის განხორციელება. ეგეც საინტერესოა რეალურად, აი ვინ უფრო მოახერხებს, რომ უკანა ფეხზე ყავდეს თავისი ოპონენტი. ეგეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელსაც თავიდანვე დაუკვირდეთ და ვინ მოახერხებს თავისი ნების ასე ვთქვათ განხორციელებას თავიდანვე. იმედი აქვს მოგეწონათ, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, თუ მოგეწონათ და რაიმე ღირებული მიიღეთ ამ განხილვიდან, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააკომენტაროთ და ასე გააზიაროთ ჩვენი ვიდეო. ჩვენს ეს ძალიან დიდი мотиваცია, როდესაც ხედავთ, რომ ხალხი ღირებულს ხებულობს ჩვენი ვიდეოდან და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ახალი კონტენტი შევქმნათ ამ მიმართულებითაც და სხვა მიმართულებითაც დროებით.